მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემას წარმოადგენს ტაროს საჯარო სეანსი და უკვე დაანონსებულ თემაზე, ეს არის ბუმერანგი მტრებს. აქ, რა თქმა უნდა, მოიაზრება ჩემის მხრიდან ისეთი ვითარება და ისეთი ურთიერთობა, ისეთი მტრობა, სადაც თქვენ თავს თვლით დაზარალებულად, უსამართლოდ დაზარალებულად, მოტყუებულად, დამცირებულად, ღალატის მსხვერპლად და რაც მთავარია, თქვენ გაქვთ იმის განცდა და იმის ღრმა გააზრება, არა მხოლოდ განცდა და ემოციები, არამედ ღრმა გააზრება იმისა, რომ თქვენ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, იმ კონკრეტულ თემაში, რომელიც გულისხმობს სწორედ აი ასეთ ნეგატიურ გამოცდილებას, თქვენ იყავით მართალი, ხართ მართალი და უსამართლოდ დაიჩაგრეთ. ან უსამართლოდ მოხვდით აი იმ სიტუაციაში, სადაც თქვენ მოგატყუეს, გიღალატეს, დაგამცირეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხომ თითოეული ადამიანისთვის ეს სცენარი იქნება ინდივიდუალური, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური გამოცდილება, მაგრამ საერთო ამ ყველასთვის, ასე ვთქვათ, ეს არის მტკივნეული გამოცდილება, ის ტკივილი, ის შინაგანი წუხილი, ის შინაგანი დანაკლისის განცდა, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენ ყველას გაერთიანებთ იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებული ხართ ამ თემით და ვისაც გსურთ მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვაზე, თქვენს ასე ვთქვათ, ინტერესის საგანზე, რომ რადგან თქვენ ასე უსამართლოდ დაიჩაგრეთ, რას მიიღებს თქვენი მტერი სამყაროსგან, სამყაროსეული კანონზომიერების პრინციპით საპასუხოდ იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა, რაც მან გაგიკეთათ უსამართლოდ და დაუმსახურებლად. ამ შემთხვევაში სანამ უშუალოდ გადავიდოდე ვარიანტების გაშლაზე, სულ 3 ვარიანტი გვექნება, მანამდე 2 მთავარი თემა მინდა გავაჟღერო, გაფრთხილება. პირველი ის, რომ თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ თქვენ მართალი ბრძანდებით და ნამდვილად უსამართლობის მსხვერპლი ხართ. ეს არ დაგიმსახურებიათ ამ ცხოვრებაში, იმ გამოცდილების ფორმატში, რაც სამწუხაროდ რისი გავლაც, ასე ვთქვათ, მოგიწიათ, ეს ერთი ნამდვილად უნდა იყოთ უსამართლობის მსხვერპლი და თქვენ მართალი უნდა იყოთ ამ კონკრეტულ გამოცდილებაში და სიტუაციაში და მეორე, როდესაც თქვენ მოისმენთ ვარიანტებს, ან თქვენს ჩაფიქრებულ ვარიანტს, ან თუნდაც მთლიან გაშლას, იმისთვის რომ რა თქმა უნდა, თუ ინტუიციურად იგრძნობთ, რომ თქვენია ეს გაშლა, თქვენ სიტუაციას მიესადაგა, მიუდგა და შინაგანადაც გაქვთ იმის ინტუიციური განცდა, რომ ნამდვილად თქვენზე ვსაუბრობ. ამ შემთხვევაში, იმისთვის, რომ მიეცეს ენერგია, ენერგეტიკა ამ კონკრეტულ თემას, ბუმერანგს გულისხმობ, ბუმერანგი მტრებს, თქვენ შეგიძლიათ თქვენი, ასე ვთქვათ, წილი ყურადღება გამოხატოთ, თუნდაც ენერგობალანსისთვის, თუნდაც უკავშირის გამოსახატავად. არ არის აუცილებელი თქვენი ისტორია მოყვეთ კომენტარებში და რაღაცა თქვენი პირადი დეტალები გააჟღეროთ, ამას რა თქმა უნდა არ გთხოვთ. უბრალოდ დააფიქსიროთ თქვენი კომენტარი, დაეახსრულდეს თუნდაც ამ სიტყვებით, ამ მარტივი 2 სიტყვიანი წინადადებით, დაეახსრულდეს ან დაეიყოს სამყაროს ნება. იმისთვის, რომ ეს, ასე ვთქვათ, თქვენი უკავშირი დააფიქსიროთ, ენერგია მიეცეს ამ გაშლას და შესაბამისად მოხდეს ენერგიის წარმართვა იმ მიმართულებით, რაზეც არის ზოგადად ეს სეანსი, ხომ? ეს გაშლა, რასაც ემსახურება მიზნად. ეს არის თქვენს ინფორმირებულობას, თქვენს გაძლიერებას იმ პროგნოზების მოწოდებით, რაც ამოვა ახლა ამ ტაროს გაშლაში, ხო, ინტუიციურად, ესა შემთხვევითობის პრინციპით. როგორც ხედავთ, წარმოდგენილია 3 ვარიანტი, 3 სანთლის სახით. პირველი არის თეთრი ფერის სანთელი, მეორე შავი ფერის, ხოლო მესამე არის
ლურჯი ფერის პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. აირჩიეთ ინტუიციურად თქვენი ვარიანტი და მე უკვე დავიწყებ, ასე ვთქვათ, გაშლას პირველი ვარიანტით. შეგიძლიათ სამივე ვარიანტს მოусმინოთ, სამი ადამიანი ჩაიფიქროთ, თუ ასეთი მოცემულობები გაქვთ, სამი სხვადასხვა მტერი გყავთ, პირობითად ვამბობ. ან თუ ვარიანტის არჩევა გიჭირთ, სამივე ვარიანტს მოусმინოთ და უკვე სინთეზი გაჟღერებული პროგნოზებისა თავად თქვენ მოახდინოთ, ან ჩაიფიქროთ ერთი ვარიანტი და კონკრეტულად იმ ერთ ვარიანტს მოусმინოთ, ხომ თქვენს ვარიანტს. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს შინაგან განწყობაზე, თქვენს ინტუიციაზე, როგორ ფიქრობთ, რომ როგორ უფრო მიიღებთ პასუხებს, თქვენს შინაგან, ასე ვთქვათ, ხედვაზე, ხო? ტარო ზოგადად ეს არის ძალიან ინტუიციური ინსტრუმენტი, თუ მაგალითად ასტროლოგია უფრო ისეთ პასუხებს გვაძლევს, ხომ? გამოთვლით მიღებულ პასუხებს, რაღაცა სქემის შედგენაა საჭირო და შესაბამისად რუკის აგება, თუნდაც ნათალური რუკის და ისე ვიღებთ პასუხებს. ტარო ამ შემთხვევაში უფრო ინტუიციური პასუხები აქვს ტაროს, უფრო ისეთი ინტუიცია აქვს გამახვილებული, ისინი მარტივად მე მიხვდებით. თუ ასტროლოგიას მართავს ურანი, უმაღლესი ინტელექტის, უმაღლესი ცნობიერების პლანეტა, ტაროს ამ შემთხვევაში მართავს ნეპტუნი, ეს არის ჩვენი ინტუიციურობა, ჩვენი შინაგანი ხედვა, სიზმრები, ჩვენი ქვეცნობიერი და შესაბამისად ძალიან ფაქიზად მუშაობს ტარო და ვისაც შეუძლია მისი წაკითხვა, რა თქმა უნდა, ეს არის უძლიერესი ინსტრუმენტი მისი წამკითხველის ხელში, ვისაც მართლა ესმის და მართლა იცის ტაროს სისტემა. კარგით, მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი, თქვენი მტრის ზოგადი ენერგიები, ზოგადი ფსიქოტიპი, ის ზოგადი მოცემულობა, რაც უკავშირდება თქვენს მტერს პირობითად. მოდი ვნახოთ. რა ბუმერანგს მიიღებს? რა ბუმერანგი ელოდება აღნიშნულ ჩაფიქრებულ, პირველი ვარიანტის ჩაფიქრებულ მოწინააღმდეგეს მტერს სამყაროსგან. ბუმერანგი თქვენს მტერს. ბუმერანგი ჩაფიქრებულ პირველი ვარიანტის ჩაფიქრებულ მტერს. პირველივე, ასე ვთქვათ, წყება არკანებისა, რაც ამოდის, ჯერ მოდით დავიწყოთ ამ პირველი ორი არკანით, ეს არის უკვე ვერ უნდა გქონდეს ამ ადამიანს მთლად კარგად საქმე შორეულ მომავალზე და სამომავლო ბუმერანგზე აქ აღარ არის საუბარი, აქ საუბარია ადამიანის იმ ენერგეტიკაზე, რომელშიც იგი ამჟამად იმყოფება. არ ვიცი ხო თქვენ რამდენად ინფორმირებული ხართ, რამდენად იცით ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში აქ გვიჩვენებს ადამიანს, რომელსაც ძალიან ცუდი ნეგატიური სცენარი უდგას ცხოვრების ამ ეტაპზე, ემოციურობის თვალსაზრისით, პირველ რიგში მის დარტყმა ამ ადამიანს უკვე აქვს მიყენებული ემოციების მხრივ. ამავდროულად არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანი პერიოდულად ეძალებოდეს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ თრობას, იწვევენ გაბრუებას, რეალობისაგან ადამიანის მოწყვეტას. ეს შეიძლება ვიღაცის შემთხვევაში იყოს ალკოჰოლი, ვიღაცისთვის ვთქვათ ისეთი ნარკოტიკული საშუალებები ან პრეპარატები, რომლებიც თიშავს ადამიანს და სწყვეტს მას მის გონებას რეალობას, რეალობის აღქმას უკარგავს ადამიანს. ასევე შესაძლებელია ამ ადამიანს ჰქონდეს შიში იზოლაციის, შიში სტაგნაციის, ან რეალურად იმყოფებოდეს ესეთ მენტალურ ციხეში ადამიანი, ან ძალიან მძიმე ვითარებაში შესაძლებელია ამ ადამიანს მართლაც ელოდებოდეს ციხე ან ჰქონდეს რაღაცა ისეთი ვითარება შექმნილი ცხოვრებაში, რომ იყოს საშიშროება მისი, ასე ვთქვათ, დაკავებისა, დაპატიმრებისა ყველაზე მძიმე ვითარებაში. ანუ შემიძლია ესეთი რამ თქვა, რომ ადამიანმა
გარკვეული ზერელე, ძალიან ისეთი ზედაპირული დამოკიდებულებებით, ამა თუ იმ ცხოვრებისეული საკითხისადმი, თემისადმი და მერყევი ემოციური ბუნებით გამოიწვია ის მთელი რიგი წყება პრობლემებისა მის ცხოვრებაში, რომელიც ან უკვე არის შემოსული მის რეალობაში, ან ძალიან მალე დაუდგება ამ ადამიანს, ხო? ეს როგორც აღნიშნე არის მავნე ტოქსიკურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, მენტალური ციხე, ადამიანი თავს გრძნობს ციხეში, შეიძლება ფიზიკურად არ ქონდეს შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობა, მაგრამ თვითონ გრძნობდეს თავს ერთგვარად დატყვევებულად. ანუ მისი ცხოვრება მიდიოდეს ისე კალაპოტში და ისეთი ადამიანები ან ისეთი გარემოებები ვითარდებოდეს, ისეთი ადამიანები ხვდებიან მის სივრცეში, ან ისე ვითარდება გარემოებები, რომ ადამიანი თავს გრძნობს, აი დაბმულად, თითქოს გასაქანი არ ეძლევა, განვითარების შესაძლებლობა არ ეძლევა, ყველაფერში ჩაკეტილია, ჩაკეტილობის განცდა. ან ყველაზე მძიმე ვითარებაში ეს შეიძლება იყოს მართლაც რეალური საფრთხე მისი თავისუფლების შეზღუდვისა. რაც შეეხება ბუმერანგს, ბუმერანგი ამ ვითარებაში, რა ვითარებაშიც არის უკვე ადამიანი, ეს არის ბუმერანგი, რომელიც აი გაჭირვებულს ქვაღმართში დაეწიაო, ხო? ესეთი ნათქვამი არსებობს. აი ამ მძიმე მოცემულობას, რაშიც უკვე თითქოს იმყოფება ადამიანი, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ფინანსური პრობლემები, ვალდებულებები, გარემოებები, რომლებიც მისგან მოითხოვენ ყურადღების ენერგიას, მოითხოვენ აქტიურობას, მოითხოვენ მოძრაობას, მოითხოვენ მთელი რიგი ქმედებების განხორციელებას, მას კი პირიქით ეს ყველაფერი ჩაკეტილი და შეზღუდული აქვს, შესაბამისად პრობლემები იწყება ფინანსებთან მიმართებაში, პრობლემები იწყება ოჯახის წევრებთან მიმართებაში და კიდევ უფრო მეტად მძიმდება ამ ადამიანის ისედაც ძალიან მძიმე ცხოვრება. როგორც აღნიშნე, ფინანსური კრიზისი ჩანს ამოდის კარტში ბუმერანგის სახით, ასევე პრობლემები ოჯახის წევრებთან. ადამიანი ცდილობს მოძებნოს გამოსავალი, თითქოს აი ხაფანგში გამომწყვდეული თაგვი, რომ ფართხალებს, რომ რაღაცნაირად გაინთავისუფლოს თავი, მაგრამ ეს გამონთავისუფლება მის შემთხვევაში სამწუხაროდ არ ხდება, პირიქით პასუხისმგებლობები კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება მას ზურგზე, ადამიანი, რომელიც ათად არის გახლეჩილი, ათად არის გაყოფილი იმისთვის, რომ რაღაცა შეძლოს, რაღაცა მოახერხოს, რაღაცა მაინც გააკეთოს ცხოვრებაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გამოსდის მას და აი მე მგონი უნდა კარგად გამოჩნდეს აქ თითქოს რაღაცა მითიური არსება ყლაპავს ადამიანს, რომელიც ეჭიდება მის წინ არსებულ ქვებს, ეჭიდება რომ გადაირჩინოს თავი, მაგრამ აქ ისეთი უიმედო მდგომარეობა ჩანს, თითქოს ადამიანს არ აქვს საშველი. გარდა ამისა, ბუმერანგის სახით ამ ადამიანის ცხოვრებაში ამოდის ძლიერი პერსონაჟი, ძლიერი ადამიანი, უფრო ეს არის მამაკაცური ენერგიების მქონე პიროვნება, რომელიც ფლობს გარკვეულ ძალაუფლებას, გარკვეულ სტატუსს და აქვს იმის ძალა და უნარი, რომ პრობლემები შეუქმნას ამ ადამიანს თავის ცხოვრებაში. შესაბამისად, ეს არის, როგორც აღნიშნე, უფრო მამაკაცი, ეს შეიძლება იყოს პრობლემური ურთიერთობა ოჯახის წევრ მამაკაცთან, რომელიმე მამაკაცთან, ან ეს შეიძლება იყოს უფროსი სამსახურში, რომელსაც აქვს გარკვეული სტატუსი, შესაბამისად ძალაუფლებას იმისთვის, რომ გაუპრობლემდეს ამ ადამიანს ცხოვრება. მე ვიტყოდი, რომ ეს არის საკმაოდ მძიმე ბუმერანგი იმ თვალსაზრისით, რომ კარტი ამას აჩვენებს და ძალიან ლოგიკურად ლაგდება ეს პასუხები, რომ ადამიანი იმყოფება გაჩერებულ მდგომარეობაში, სტაგნაციაში, ცდილობს, რომ აი ამ თავის ემოციურ კრიზისს გაუმკლავდეს დამხმარე საშუალებებით, როგორც აღნიშნე, შეიძლება იყოს ალკოჰოლი, ეს შეიძლება იყოს სხვა ტოქსიკური ნივთიერებები, გამაბრუებელი საშუალებები, რომ რაღაცნაირად გაბრუდეს და დროებით დაივიწყოს თავისი მდგომარეობა, მაგრამ ცხოვრება ზოგადად ისეთია, რომ დიდხანს არ გვაძლევს ხო ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ გავჩერდეთ და რაღაცნაირად
დიდხანს ვიყოთ გაჩერებულ მდგომარეობაში, ცხოვრება მისგან მოითხოვს აქტიურობას, მისგან მოითხოვს პრობლემების გადაწყვეტას და როდესაც ის ამ ყველაფერს განერიდება და თავს იბრუებს იმ იმედით, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება და მოგვარდება და ის მშრალად გამოვა ამ პრობლემებიდან, ესე რა თქმა უნდა არ ხდება, პრობლემები მას კიდევ უფრო მეტად უმრავლდება, აწვება მძიმე პასუხისმგებლობების სახით, ეძაბება ურთიერთობები როგორც სამსახურში, ასევე ოჯახის წევრებთან და შესაბამისად კიდევ უფრო დიდი პრესინგის ქვეშ ექცევა ადამიანი. ხო, თითქოს ეს პრობლემები ყლაპავენ ამ ადამიანს და იფარება აი ამ პრობლემებში ეს ადამიანი აღარც ჩანს. აი ესეთი ენერგეტიკა ამოვიდა პირველ ვარიანტთან. დამიწერეთ ჩემო მეგობრებო, ვინც არჩიეთ პირველი ვარიანტი. რა გენიშნათ, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რა შტაბეჭდილებები დაგიტოვოთ ამ ვარიანტმა და ასე შემდეგ. მე ყოველთვის ვკითხულობ კომენტარებს და ყოველთვის მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩემი მსმენელების შტაბეჭდილებები და მოსაზრებები ამ თუ იმ თემაზე, ხო? საჯარო გაშლებს გულისხმობ. და მოდით ნახოთ მეორე ვარიანტი. რას გვიჩვენებს? მეორე ვარიანტის ტრის ენერგიები და ის სამართლიანი სამყაროსეული ბუმერანგი, რომელიც ელოდება ამ ადამიანს თქვენს წინაშე, თქვენს მიმართ ჩადენილი უსამართლობისთვის, დანაშაულისთვის, ცდარი ქმედებებისთვის. მეორე ვარიანტი. ტრის ზოგადი ენერგიები და ის ბუმერანგი, რომელიც ელოდება ადამიანს. ჩადენილი შეცდომებისთვის, თქვენს წინაშე ჩადენილი უსამართლობისთვის. აქაც რაღაცნაირად ისე ფატალურად იწყება თვითონ გაშლა, კიდევ უფრო ფატალურად ვიდრე პირველ ვარიანტში. ადამიანი შრომის პროცესშია, რაღაცას ქმნის, აი თუ ჩანს ეს კარტი, შრომის პროცესშია, ხო, რაღაცა ფიგურებს თლის აღნიშნული პერსონაჟი, ადამიანი, რომელიც ამ არკანზეა გამოსახული. მას გონია, რომ რაღაცა ღირებულს ქმნის, რაღაცა შრომით პროცესშია. რაღაცა მნიშვნელოვანს აკეთებს, შეიძლება ესე ფიქრობდეს ეს ადამიანი, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ილუზია, ძალიან დიდი შეცდომა ხედვაში მისი მხრიდან, იმიტომ რომ რაც არ უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა და როგორც არ უნდა იშრომოს ან რა ძალისხმევაც არ უნდა გასწიოს მან ცხოვრების ამ ეტაპზე, მას სერიოზული პრობლემები უკვე აქვს და შეიძლება მან ამის შესახებ არც არაფერი იცოდეს, წარმოდგენაც კი არ ქონდეს ამის შესახებ და აი ესე თამამად აკეთებს რაღაცას, დაკავებულია ადამიანი, ძალიან მშვიდად არის, მაგრამ თითქოს თვითონვე ითხრის თავის ხელით სამარეს. აი ესეთი ის მომივიდა ახლა ინსაიტი, ესეთი წინადადება, იმიტომ რომ აქ ჩვენ დემონურ პატარა არსებას ვხედავთ, რომელზეც მუშაობს ეს ადამიანი, თითქოს თავისივე შიშებს კვებავს ეს ადამიანი თავისივე ენერგიით, თავის შინაგან დემონებს კვებავს. ისე რომ მას ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვს. და რამ აძლევს ამის თქმის საფუძველს, ხომ? ამ არკანის გვერდზე ჩვენ ვხედავთ არკან თვარეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი, ყველაზე იდუმალი და ამავდროულად ყველაზე საშიში არკანი მთლიან არკანების მთელ სისტემაში. და იგი საუბრობს სწორედ იმ კოშმარებზე, ან იმ კოშმარზე, რომელიც უკვე არის ამ ადამიანის ცხოვრებაში და შეიძლება ის რაღაცას ინტუიციურად გრძნობდეს, ან შეიძლება ჯერჯერობით წარმოდგენაც კი არ ქონდეს ამის შესახებ, მაგრამ ეს ერთი დიდი საზარელი კოშმარი შეიძლება ძალიან მალეც დაიწყოს მის ცხოვრებაში და გამოვიდეს ეს მთელი ჭრილები, ეს საშიშროება, ეს სირთულე ცხოვრების იმ ეტაპის, რაც უნდა გაიაროს ამ ადამიანმა, ძალიან მალე გამოვა-დღის სინათლეზე და ყველაფერს გააცნობიერებს ეს ადამიანი, მაგრამ ვინაიდან ის იქნება მოუმზადებელი, მას თავდაცვითი მექანიზმი ამ ყველაფერთან
შესაბრძოლებლად, შესაწინააღმდეგებლად არ ექნება, ან იქნება ძალიან სუსტი ამ პროცესებში, იმიტომ რომ იქნება მოუმზადებელი ამ ყველაფრისთვის, ხოლო როცა დაიწყებს უკვე მზადებას, უკვე ძალიან გვიანი იქნება, იმიტომ რომ თუ არა როგორც წესი საუბრობს ისეთ საშიშროებაზე, რომელიც არ ჩანს და როცა ის გამოჩნდება, უკვე ძალიან რთულია მასთან გამკლავება. რა პრობლემები შემოხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე სამომავლოდ, ხომ ეს იქნება ძალიან ძლიერი მტრები. ძალიან ძლიერი მტრები, რომლებიც ყველა მიღებულ თუ მიუღებელ საშუალებას მიმართავენ ამ ადამიანის გასანადგურებლად. მიზანი ამართლებს საშუალებას. აი ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩანან ამ გაშლაში, ეს სიტყვები არის ზედ გამოჭრილი. მიზანი ამართლებს საშუალებას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად, საკუთარი, ასე ვთქვათ, დასახული გეგმების განსახორციელებლად, ყველას და ყველაფერს გაანადგურებენ, ყველა საშუალებას, კანონიერს თუ არაკანონიერს მიმართავენ იმისთვის, რომ მიაღწიონ დასახულ მიზანს და ამ შემთხვევაში, ვინაიდან ამ ადამიანთან, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, ეს ადამიანები, გუნდი, ჯგუფი ადამიანების, ან წყვილი მინიმუმ, უფრო ქალისა და მამაკაცის ტანდემი ჩანს, აშკარად მოდის ინტერესთა კონფლიქტში, ანუ არსებობს რაღაცა საერთო მიზანი შეიძლება და ეს ადამიანი სწორედ იკვეთება აი ამ საერთო ინტერესის საგანთან, ობიექტთან მიმართებაში, ამ ადამიანებთან მიმართებაში, შესაბამისად ისინი ძალიან ძლიერი მტრების სახით მოევლინებიან მას. რატომღაც მგონია, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ოჯახის წევრებთან, ფესვებთან, ქონებასთან, რომელიც დაკავშირებულია საოჯახო მემკვიდრეობის თემატიკასთან. შესაძლებელია ესეც იყოს, იმიტომ რომ აქ ხედავთ უფრო ოჯახური კლანის ენერგიებს, ოჯახურ თემას, ოჯახის ქონებას, ოჯახის ფესვებს, მიწას, საკუთრებას, ქონებას, რაღაცა ქონებრივ მატერიალურ ინტერესებს და შესაბამისად სწორედ აი ამ ინტერესებთან მიმართებაში შესაძლებელია გადაიკვეთოს ეს ადამიანი. აქ ამოდიან ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები, რომლებიც არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ შესაძლებელია მათ თავისი ინტერესების გასატარებლად ამ ადამიანის წინააღმდეგ მიმართონ ასევე შავ მაგიას, შავ მაგიურ დარტყმებს ამ ადამიანის წინააღმდეგ იმისთვის, რომ განახორციელონ საკუთარი მიზნები და დაიკმაყოფილონ თავისი ინტერესები. ასე რომ ამ ადამიანს ელოდება სერიოზული გამოწვევები, ელოდება სერიოზული მტრობა, რომლის შესახებაც ცხოვრების ამ ეტაპზე მას არანაირი წარმოდგენა არ აქვს. ის რაღაცა რუტინულ შრომაშია, მაგრამ მის წინააღმდეგ უკვე რაღაცა მზადდება სერიოზული, რომელიც მალე გამოვადგის სინათლეზე და ის ამ ყველაფრისთვის იქნება მოუმზადებელი. აი ასეთი პროგნოზი მოგვაწოდა მეორე ვარიანტთან დაკავშირებით. Tarom, ჩემო მეგობრებო, დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები, რა გენიშნათ, რა მოვიდა თქვენთან ახლოს. და ასევე არ დაგავიწყდეთ ენერგობალანსისთვის დაკომენტარება და ასევე არა მხოლოდ უკავშირისა და ენერგობალანსისთვის, არამედ იმისთვის, რომ მიეცეს ძალა, ენერგია ამ პროგნოზებს სამომავლოდ განსახორციელებლად და მოვიდეს ეს ყველაფერი თქვენთან რეზონანსში, დაწერეთ კომენტარებში და იყოს ასე და აღსრულდეს. და მოდით ვნახოთ ბოლო მესამე ვარიანტი. და ბოლო მესამე ვარიანტიც გავშალოთ. აურიოთ დასტა და ვნახოთ რას გვეტყვის მესამე ვარიანტთან დაკავშირებით. მესამე ვარიანტის ტრის სიგნიფიკატორი, ტრის ზოგადი ენერგიები, ის ზოგადი სიტუაციები, რაშიც იმყოფება ადამიანი და ის ბუმერანგი, რაც მთავარია, რომელიც ელოდება მას სამყაროსგან სამართლიანი სასჯელის სახით. მესამე ვარიანტის ტრის სიგნიფიკატორი და ბუმერანგი სამყაროსგან.
პირველ რიგში რაც ახლა მოვიდა ინფორმაციის სახით ამ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან მიმართებაში, უფრო მგონია რომ თუ მაინდა-მაინც დავაკონკრეტებთ სქეს, უფრო ქალი მგონია მესამე ვარიანტში, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, ვინაიდან აქ ცალსახად ამოდის იმპერატრიცა. ძლიერი ქალი, ნამდვილად, ძლიერი მოთამაშე, ძლიერი ფიგურანტი, ან თუ ეს არის მამაკაცი, მაშინ მის გვერდზე შესაძლებელია იყოს ძლიერი ქალი, ესეთი მმართველობითი ბუნების, ლიდერული ბუნების ქალი, ბოსი, ხო, რაღაცა ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს წარმოჩენა საკუთარი თავის, რომელსაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და არის ძალიან ამბიციური, ეგო გაბერილი ადამიანი, რომელიც ძალიან ეგოცენტრულია, შესაძლებელია იყოს ძალიან ხარბი, მატერიაზე ორიენტირებული ადამიანი, ადამიანების კონტროლზე ორიენტირებული ადამიანი, რომელსაც უყვარს ადამიანების მართვა, კონტროლი, манипуляციები ადამიანებთან მიმართებაში და მათი ქცევა მარიონეტად. თუნდაც ეს შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები, რომლებიც არიან ყველაზე ახლობელნი ამ ადამიანისთვის, ვინც ჩაიფიქრეთ, მაგრამ ის მათ უყურებს როგორც გამოსაყენებელ მასალას, სამართავ მასალას ადამიანებს, რესურსს, რომელიც უნდა მართო. მაგრამ ამ ადამიანის ცხოვრებაში მე ვერ ვიტყვი, რომ მაინდა-მაინც ყველაფერი ისე მიდის, როგორც მის აღმატებულებას შეჰფერის, მისი გადმოსახედიდან, ოღონდ და არა რეალისტურ სურათს კი არა, ხატავ ამ შემთხვევაში ის როგორ უყურებს თავის თავს, ხო? ამ შემთხვევაში მისი მადა არ არის დაკმაყოფილებული, ის მშიერია ენერგეტიკულ დონეზე, შესაძლებელია ქონდეს მეტი გასავალი ვიდრე შემოსავალი, ვინაიდან ადამიანი საკმაოდ ეჭიდება იმ რესურსს, რომელიც მას აქვს და არც თუ ისე ბევრი არ აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ის განიცდის ფინანსურ კრიზისს, სირთულეებს და არის ორიენტირებული იმის შენარჩუნებაზე, რაც აქვს. ან უახლოეს მომავალში მას ასეთი რეალობა დაუდგება. რაც შეეხება ბუმერანგს, ბუმერანგი საკმაოდ მკაცრად მოდის მის ცხოვრებაში და ეს არის ზურგში დანის ჩარტყმა იმ ადამიანებისაგან, ვინც არიან მასთან ემოციურ კავშირში და ასევე იმ ადამიანებისაგან, ვისაც შესაძლებელია ის ენდობა ფინანსურ წყაროებთან მიმართებაში. დარტყმა იქნება ღალატის სახით, მოტყუების სახით, რაღაც ისეთი ჩუმი, ფარული ქმედებები მის წინააღმდეგ, როდესაც იგი მოდუნებულია თავის კომფორტის ზონაში და ყველაზე მეტად დაცული გონია საკუთარი თავი, ან იმ ადამიანებთან მიმართებაში ყველაზე მეტად დაცულად წარმოუდგენია თავისი თავი, მაგრამ ვისგანაც არ ელოდება, სწორედ ის უღალატებს, ის მოატყუებს, ის ჩაარტყავს ზურგში დანას და ეს დანაკარგი პირველ რიგში იქნება ადამიანური, ემოციური დანაკარგი, ეს ერთი ძალიან დიდი თან და მეორე ეს იქნება მატერიალური დანაკარგი, ან ის გათვლები, რაც ჰქონდა მას თავის ფინანსებთან მიმართებაში, ცალსახად არ გაუმართლდება და ეს ადამიანური ღალატიდან გამომდინარე მოხდება. თუ თქვენც ანალოგიურად მოგექცათ ეს ადამიანი, მის მიმართაც არ დააყოვნებს ეს ბუმერანგი და მასაც ისევე უღალატებენ, ისევე მოატყუებენ, ისევე ჩასცემენ ზურგში დანას, როგორც შესაძლებელია ერთ დროს თავად მან გაგიკეთათ. ასევე ბუმერანგი დაკავშირებულია ისეთ მთელ რიგ წნეხთან, რომელიც უკავშირდება ან კონკრეტულ ძალიან ძლიერ მამაკაცს, თანამდებობის პირს, რაღაცა სტატუსის მქონე ადამიანს და მისგან მოდის ეს წნეხი ამ ადამიანთან მიმართებაში, ეს შეიძლება იყოს ყველაზე მინიმუმ სამსახურში უფროსი, იმიტომ რომ აქ ვხედავთ სამსახურებრივ პროცესს, სამუშაო პროცესს, ან უფრო უარეს შემთხვევაში ეს შესაძლებელია იყოს სახელმწიფოს მხრიდან წნეხი და კონტროლი ამ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც დაინტერესებულია იმით, თუ რა საქმიანობს ეს ადამიანი, საიდან აქვს მას შემოსავლები და ზოგადად რა წარმოადგენს მისი ფინანსური შემოსავლების წყაროს. ყველაზე დიდ შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოები, თავად სახელმწიფო, ან
სამსახურში უფროსი, ხელმძღვანელობა, რაღაცა ორგანიზაცია, მასშტაბური ორგანიზაცია, აქ არ არის ერთი ადამიანის ინტერესზე საუბარი, აქ არის უფრო მასშტაბური ინტერესებზე, რომლებიც დაინტერესდებიან მისით და გარკვეულ ანგარიშებს, პასუხებს მოსთხოვენ იმ ქმედებებთან მიმართებაში, რომელსაც ის ახორციელებს თავის ბიზნესში, საქმეში, სამსახურში და ასე შემდეგ. საკმაოდ სერიოზული სირთულეები ელოდება ამ პიროვნებას. ეს დაკავშირებულია როგორც ადამიანური რესურსთან დაკავშირებულ დანაკარგებთან, ასევე მატერიალურ დანაკარგებთან, შიშთან, რომელიც დაკავშირებულია ზედამხედველობის თემატიკასთან, ხელმძღვანელობასთან, ან მმართველობითი ორგანოების კონტროლთან და ამ ყველაფერთან დაკავშირებულ შიშთან. ის მითი და ის მცდარი შეხედულება საკუთარ თავზე თუ კი ასეთი გააჩნია ადამიანს, რომ ის არის ყოვლის შემძლე, ის პირიქით აქეთ აკონტროლებს ადამიანებს, აქეთ აკონტროლებს სიტუაციას, ეს მითი მის წარმოსახვაში, მის გონებაში, მის ცნობიერებაში აუცილებლად დაიმსხვრევა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ დანაკარგებზე გავა ადამიანი და ეს არ იქნება მისთვის მარტივი პროცესი, ეს იქნება ძალიან რთული პროცესი. აი ესეთი იყო მესამე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო. არ დაგავიწყდეთ დაკომენტარება უკავშირისთვის, ენერგობალანსისთვის. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი. დააკომენტარეთ და აღსრულდეს და იყოს ასევე თუ დამიწერთ თქვენ შთაბეჭდილებებს ამ ვიდეოსთან მიმართებაში, პროგნოზებთან მიმართებაში, ძალიან გამახარებს, რა თქმა უნდა, თქვენი პირადი დეტალების მოყოლას და დაკომენტარებას და დაწერას ეს დეტალურად არავინ არ მთხოვს თქვენგან, უბრალოდ ჩემთვის მნიშვნელოვანია უკავშირი თქვენის მხრიდან გამოხმაურება, ვინაიდან ეს ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, კეთდება თქვენთვის, კეთდება ყველა თქვენგანისთვის, ვინც ხართ ჩემს ვირტუალურ სივრცეში, სრულიად უანგაროდ. აქედან გამომდინარე, თქვენი გამოხმაურება არის ერთგვარი უკავშირის გამოხატულება, ერთგვარი ენერგობალანსის გამოხატულება, რაც რა თქმა უნდა ძალიან მახარებს და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ თქვენს კომენტარებს შესაბამისად მეც გამოვეხმაურო და გიპასუხოთ. ეხლა კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.